მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემ მშვენიერებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეც საინტერესო თემა ჩემი თვალსაზრისით. რა თქმა უნდა ეხება ურთიერთობას და გავიკოთ. ეს ურთიერთობა, რომელიც ახლა გაქვთ თქვენ, შეიძლება ზოგი აიღებს როგორც ადრინდელი ურთიერთობა, ხო? არა აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ დავუშვოთ, ვნახოთ, განვიხილოთ უბრალოდ თქვენ გულში თქვენ შეიძლება თუ არა გაქვთ ურთიერთობა, გაიხსენოთ ის ურთიერთობა, რომელიც დაუშვათ გქონდათ. თუ გაქვთ ეხლა ურთიერთობა, შეგიძლიათ აი ამ ურთიერთობას შევხედოთ ისეთი მხრიდან, რამდენად ეს ურთიერთობა შენ გეხმარება ზრდაში, თუ პირიქით გაჩერებს და არ აძლევს საშუალებას, რომ შენ განვითარდე და იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ეხლა ვინც ჩემთან არის, უყველამ ვიცის დიდი ხანია ვინც ხართ, რომ პარტნიორი შემთხვევით არასოდეს არ არის, ხო? შენ პარტნიორი ყოველთვის შემოდის ჩვენთან ცხოვრებაში რაღაცისთვის. და ვინც არ მიცნობს, მე ვარ ვალენტინა ბარბაკაძე, კარმული ტარო ნუმეროლოგი, ქალთა ქოუჩი და ვიხმარები ასეთი სასწაული ინსტრუმენტები და არა მხოლოდ, იმიტომ რომ ტარო არის ჩემთვის იცით თქვენ სულ უკვე ამას ვამბობ და ვიტყვი ყოველთვის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ფსიქოლოგებისთვის არის აუცილებელი, მე ასე ვთვლი. იმიტომ რომ მალე გვეხმარება ყველანაირი სიტუაცია განვიხილოთ და ჩვენ აქ არ მკითხავთ, ჩვენ აქ ვარჩევთ სიტუაციებს, თემებს, სხვადასხვა თემებს, რომელიც ჩვენ გვეხმარებიან უფრო მალე ტაროს მეშვეობით გავარჩიოთ და გავიგოთ და მივხვდეთ საერთოდ ან რისთვის, რატომ და ასე შემდეგ, ხო? კითხვები გვაქვს ბევრი ყოველთვის ჩვენ თავთან. ამიტომ დღეს ავიღე ასეთი თემა, იმედი მაქვს, რომ იქნება თქვენთვის საინტერესო, როგორც სიგნიფიკაციას, რა თქმა უნდა, რომ ავიღოთ როგორც ისტორია, ხო, სიტუაცია ვინმეს, რომ თქვენთვის უფრო მიახლოვებული იყოს, ანუ სიგნიფიკაციას ავიღებ, ნახოთ ახლა რა ხდება თქვენ წყვილში და მე კითხვებს, რა თქმა უნდა, საინტერესო კითხვები მაქვს მომზადებული, როგორც ყოველთვის და ვნახოთ დღეს რა ინფორმაცია მოვა ჩვენთან, ხო, როგორ უნდა მივხვდეთ ის ჩვენი პარტნიორი ჩვენ გვეხმარება, არ გვეხმარება თუ როგორ რანაირად ხდება ეს ყველაფერი, ხო? თუ დაუშვათ ახლა შეიძლება არ რეზონირდებათ, მაგრამ ეს თემა გაინტერესებს, უბრალოდ მოусმინეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო რჩევებს ვიღებთ ხოლმე ჩვენ, ხო? აქ კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ ახლა რა ხდება თქვენ წყვილში? ამ წუთში რა ხდება თქვენ წყვილში? იცით რა არის, გეტყვით ისეთ რამეს, რომ აქ არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცისთვის იქნება, ნახეთ, რამდენიმე წავა ეგრევე, ნუ ვიცით, უკვე ვაფრთხილებ, კიდე გაგაფრთხილებთ, რომ ყოველთვის, ახლა როცა არის ასეთი საჯარო გარჩევა, შეიძლება წამოვიდეს რამდენიმე სიტუაციები და ამიტომ აქ შემიძლია გითხრათ, რომ არის აქ იმისი ალბათობა, რომ ვიღაცისთვის შეიძლება ეს ადამიანი არის ახალი გაცნობილი არის, ახალი შეიძლება იყოს სხვაობა ასაკში, არ გამოვრიცხავ მე აქ, მაგრამ სხვათა შორის ეს ძალიან საინტერესო თემა, როცა სხვაობა ასაკში არის, აი იქ მიდის ძალიან მაგარი განვითარება, აი ძალიან, იმიტომ რომ შეგეშინდებათ ასეთი ურთიერთობის რა, იმიტომ რომ იქ მართლა სერიოზული განვითარება მიდის რა, სხვადასხვა ასპექტებზე რა, სხვადასხვა სფეროებზე. და აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ პრინციპში ნახეთ, აქ მართლა უკვე კითხვა კი დავუსვი, მაგრამ ზუსტად ეს იმას პასუხობენ, რომ ეს ადამიანი შეიძლება სხვათა შორის даже არ იცოდეს თვითონ რამხელა ნიშნულობა აქ ამ ადამიანს თქვენს ურთიერთობაში. იმიტომ რომ ეგრევე მაჩვენებს, რომ აქ არის ენერგია ისეთი, რომ ადამიანი ნახეთ, აი რაღაც სასწაული დასწამაზია მუშაობ ახლა.
იმიტომ რომ ნახეთ, ეგრევე ეს ადამიანი, რომელიც შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, დაიმახსოვროთ, რომ აი ეხლა ნამდვილად ბევრ რაღაცებს გასწავლეს, აი ნამდვილად და აქ მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბიჭი იცით როგორ არის? ანუ თითქოს ირიბად შემიძლია ვთქვა, აი იცით როგორ ის კი არა ის რომ ჯდება და მოდი გაკვეთილები ჩავატაროთ, მოდი რა, არა, თავისი ქცევებით, თავისი რაღაცა ზოგჯერ შეიძლება თქვენ ვფიქრობთ, რომ ამდენი სიბრძნე საიდან აქ ამ ადამიანთან, ეხლა ეს როგორ არის, იცით? აქ არ არის აუცილებელი, რომ ეს თქვენი პარტნიორი იყოს პროფესორი და ვიღაცა ძალიან ისეთი რა, არა, შეიძლება ვაფშე ჩვეულებრივი ბიჭი არის, ხო, სიტყვას, ნუ ადამიანი, რომელიც აი ჩვეულებრივი, მაგრამ არანაირი რეგალიები და რაღაცები არ გქონდეს, მაგრამ უბრალოდ ეს ადამიანი, ანუ თავისი ქცევებით, თავის აი რაღაცა მე რო გეუბნებით ხოლმე, უსმინეთ პარტნიორს, ხო? ისეთ რაღაცას გეუბნებით თქვენ, რომ აი აჩქარებს რაღაცნაირად თქვენს მართლა განვითარებას. აქ უკვე წამოვიდა, უკვე დაჟე გაშლა. ამიტომ მოდით ასე დავიწყებ ახლა მე ბარემ კითხვებსაც დავალაგებ და დავიწყოთ უკვე დრო რო არ დავკარგოთ, იმიტომ რომ სიგნიფიკაცია მაჩვენა უკვე ის, რომ აქ ექნება გაშლა მხოლოდ იმათვის, ვინც მართლა უკვე თვითონაც გრძნობს, რომ ეს ადამიანი ჩემ ცხოვრებაში შემთხვევითი არ არის. ეს ადამიანი აქ შემოვიდა იმისთვის, რომ რაღაცა უნდა აი ან ესეთ ენერგია, ესეთ აი დამაჩქარებელი რაღაცა ენერგიები რა, ანუ ეს ამას უნდა გრძნობდე თქვენ ყველა ვარიანტში უკვე, იმიტომ რომ ნამდვილად შეიძლება როცა გაიცანით ეს ადამიანი, ხო, იგრძენით, რომ მე მგონი რაღაც ვიცნობ მე მაგას, ხო? რაღაცა აი ეგეთი შეგრძნება უნდა გქონდეს, სადღაც მინახე ხარ, სადღაც აი ეს არის ზუსტად როცა მოდის შენი ადამიანი შენ ცხოვრებაში და რომელიც უნდა მოვიდეს შენთვის რაღაც ამოცანებისთვის დასალაგებლად და აი ეს შეგრძნება რომ ვიცანი, ვიცნობ, აი აქ უნდა იგრძნობოდეს აუცილებლად. ნახოთ ახლა ჩვენ რამდენად ამ ადამიანს ესმის თქვენი მოდით ასე ვთქვათ, კითხოთ. შემდეგი კითხვა მექნება, ჩვენ ხო გვაქვს ჩვენი ძლიერი მხარე და ჩვენი სუსტი. აი როგორ გვაჩვენებს ჩვენ ჩვენში რა, ანუ ასახებს რა ჩვენს მოდით ასე ვთქვათ, ძლიერ მხარეს და სუსტ მხარეს. სუსტი მხარეს ეს შეიძლება ჩვენი კომპლექსები, ჩვენი შიშები, ჩვენი დადგენილებები რაღაცა თავში, ანუ რამდენად ესეც ასახებს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენად ეს ადამიანი პატივსცემს თქვენს აზრებს და რამდენად ეს ადამიანი საერთოდ ნუ თქვენ გიჭერთ მხარს და რამდენად თქვენ ეს გაძლევთ იმ ენერგიას, რომ თქვენი განვითარება კიდე და კიდე უფრო წავიდეს. ეს ვნახოთ. და კიდე მე თუ რამე კითხვები მექნება, კიდე დავუსმევ, კი ბატონო. აგარ აქ უეჭველე, აი უეჭველე ბევრისთვის გოგოებო ეს ადამიანი მოვიდა იმისთვის, რომ თქვენი გახსნას პირადი დანიშნულება, რომელიც იყო თქვენში დახურული. აი იმენა მაგისტვის შემოვიდა, აი პროსტა აი ზოგჯერ ის იმენანება ხოლმე რომ ვერ ხედავთ კარts, როცა ვშლი რა, იმიტომ რომ ამ ფორმატში ვერ განახებთ რა, ხა ისე რომ თქვათ, იმიტომ რომ ცოტა ისეთი სურათებიც არის ამ დასტაში, რომ უნდა ნახო იმენა ახლოდან რა. სასწაული, აი დასტა უკვე აქ მეუბნება პასუხობს, რომ ნამდვილად მოვიდა ეს ადამიანი იმისთვის, რომ რაღაცა თქვენი დიდი დანიშნულება გახსნას, დიდი. იმიტომ რომ ანუ ნახეთ, კი იყო ქონდა თქვენ შეიძლება სხვა ურთიერთობებიც და რომელიც შეიძლება იყო მნიშვნელოვანი და რამე ბიძგიც მოგცეთ, მაგრამ აი ეს ადამიანი ძალიან ეხმარება რას, აქ ვიღაცას სხვადასხვა ფინანსური მხარეც გაეხსნება ძალიან მაგრად რა. ნახეთ სასწაული მითხრა უკვე ამ დასტამ. კარგით, მოდით ახლა რადგან უკვე კითხვები მოვამზადეთ, ვნახოთ ახლა რამდენად ესმის თქვენ პარტნიორს თქვენს.
რამდენად და ძალიანაც კარგად ესმის. იცით როგორ არის? ეს ამას კი არა მარტო ესმის, აქ არის როგორი ენერგია. იცით, როცა ეს აი ამ ადამიანს რა ესმის? იცით, რომ ეს გაძლეს თქვენ ძალიან დიდ ენერგიას. სხვათა შორის, ახლა აქ არის როგორი ენერგია, იცით, როცა აი ეს მყაფიოთ აქ ამ ადამიანს, როგორ იცით, რომ მე ვიცი, რომ მე ვარ მაგისი ენერგია. აი თუნდაც ერთი ჩახუტება, თუნდაც კამათი არა აქვს მნიშვნელობა, თუნდაც დაუშვათ თქვენ რაღაცა სპორი მოგივა, თუნდაც კიდაც თქვენ რაღაცნაირად აი ანუ ძალიან კარგად ესმის ამას თვითონ, რომ თქვენი ძალიან კარგად ესმის, რომ ეს მისი ენერგია, ეს ყველაფერი თქვენ გაძლევს ზრდას. აი, არ ვიცი, გეუბნებით, აქ ძალიან ისეთი ენერგია არის, იმიტომ რომ ეს ძალიან ხვდება, რომ თქვენ გჭირდებათ იცის მაგ ადამიანმა, ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ წინსვლა გაქვთ, თქვენ ვითარდებით, თქვენ გინდათ რაღაცა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება სხვას უნდოდეს. სხვათა შორის აი ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ შეიძლება даже ცოტა უცნაური შეიძლება რამდენი უთქვია კიდევაც რომ შენ ძალიან უცნაური ხარ რა, მაგრამ ეს არ იყო ესეთი ნათქვამი, რომ თქვათ ახლა სასუჟდენიემ რა, ანუ აი რომ განიკითხოს, არა, პირიქით, აქ არის როგორი თემა, იცით, მაგრამ იცის, ესმის, რომ თქვენ ხართ აი ესეთი ადამიანი, რომელიც საჭირო ხართ, რომელიცაც გინდათ ეს წინსვლა, რომელშიც ანთია დიდი ცეცხლი და რომელიც აი ძალიან დიდი ენერგია გაქვთ თქვენ, რომ აი გასაცემით რა, ანუ ამას ძალიან კარგად, ანუ ესმის კი ნამდვილად რა. ვნახოთ ახლა, ანუ უკვე თქვენი რა ძლიერი მხარეებს ესახებს ეს. ძლიერი მხარე თქვენ გაქვთ როგორ იცით, ანუ თქვენ ხართ ეს ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ რომ ბევრ ვინმეს დაეხმაროთ. თან როგორ იცით, ძალიან მაგარი გაგება გაქვთ. იცის რომ თქვენი ძლიერი მხარე არის ის, რომ თქვენ ნებისმიერ ადამიანს მოусმენთ. თქვენ შეგიძლიათ გაუგოთ, თქვენ შეგიძლიათ, ანუ კიდე თქვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ სხვათა შორის რა იცით, აი თუ დაუშვათ შენ ავიღოთ ეს ურთიერთობა, რომელიც არის, აქ გითხარით, აქ არის რაღაცა სხვაობა, ხო? ნუ აუცილებელი შეიძლება არ იყოს ასაკობრივი სხვაობა არის, სიგრძნობა, მაგრამ ნახეთ აქ როგორი საინტერესო, ანუ თქვენი ძლიერი მხარე ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანში დაენახოთ მისი სული. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გაგება და აქ даже თუნდაც თქვენ რომ უფრო მაღალი სტატუსით იყო თქვენ თვითონ ადამიანს როცა ესაუბრებით თუნდაც თქვენზე დაბალი სტატუსით ვინც არ უნდა იყოს ხო განათლებით თქვათ ყველანაირი სფეროებიდან ხო თქვენ შეგიძლიათ მოусმინოთ ადამიანს მიიღოთ არა გაქვთ თქვენ ეს მომენტი რომ ზემოდან ყურება არ არის თქვენში და ანუ ხართ როგორი აი სულიერად ძალიან ისეთი ადამიანი ხართ რომ აი მიდგომა გაქვთ გაიგეთ ანუ ნებისმიერ ადამიანს მიუდგებით მოусმენთ და თუ საჭირო იქნება შეიძლება რჩევაც მისცეთ მაგრამ ანუ თითქოს აი როგორ არის იცით თქვენი ძლიერი მხარე ის არის რომ თქვენ ხართ ის ადამიანი რომელსაც შეუძლია მიმღებლობა მე მგონი ასე სწორედ თქვი ქართულად აი ძალიან მნიშვნელოვანია რა. მოდით ნახოთ თქვენი სუსტი მხარეები რა, იმიტომ რომ ნახეთ პრინციპში თქვენც თუ იღებთ დაუშვათ ამ ადამიანისგან სითბოს, თუ თქვენ იღებთ ამ ადამიანისგან, ანუ იღებთ ადამიანებს ისეთებს როგორიც არიან რა და ეს არის თქვენი ძლიერი მხარე, იმიტომ რომ შეიძლება თვითონაც ეს ბიჭი ისეთია, რომ იყოს დაუშვათ ცოტა არასტანდარტულიც შეიძლება იყოს, მაგრამ ანუ ამას თქვენ გაჩვენებთ, ნახეთ, ეს არის ზოგჯერ თქვათ ახლა რომ სტატუსით, ანუ გინდათ ასაკეთ, გინდათ ანუ სხვანაირად უყურებთ თითქოს ამ ადამიანებს და ამ სიტუაციებს რა. კი. და კარგით, მოდით ვნახოთ ახლა თქვენი სუსტი მხარე. თქვენი სუსტი მხარე არის თქვენი შვილები, თქვენი ოჯახი, თქვენი ადამიანები, რომელიც თქვენ გიყვართ ძალიან რა, ანუ
სხვათა შორის თქვენი ნათესავები, ანუ აქ არის როგორ ადამიანი, რასაც თქვენ შეიძლება შიშები გქონდეთ უფრო თქვენს ახლობლებზე, ну, იმიტომ რომ აქ მე-20 არკანიდან ნახეთ ულამაზესი არა ბავშვებს ძინავთ აქ, ხო, ალბათ დედიკო არის გვერდზე თუ სამი ბავშვი არის, ხო, თუ სამი ბავშვი ყავთ, რომ აი ეს არის თქვენი სუსტი მხარე, რომ თქვენი შვილები, შვილები, აქ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი საქმე თუნდაც ახლა, იმიტომ რომ შეიძლება დაუშვათ შვილები არა, მაგრამ თქვენ რაღაცა ისეთ პროექტებს ხსნით, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, თქვენი საგვარეულო. ანუ როგორ არის, იცით, ესე იგი, შეხედეთ როგორი საინტერესო რამე, даже არ გამიკვირდება, რომ თქვენ აი ის ადამიანიც თქვენ გაჩვენებს შეიძლება თავისი ქცევით იმას, რომ დაუშვათ თქვენთვის ანუ დაუშვათ იმ ადამიანს არ უყვარს, რომ თქვენ შეეხოთ მის დედას, დედმამიშვილის მამას, ვინმეს რომ დაიწყებთ ლაპარაკს, ის გაორბის, ხო? ან თუ კარგად, ანუ არ გაძლევს უფლებას იმის, რომ დაუშვათ შენ რამეს თქვა ისეთი, რაც არ არის სათანადო, ხო, მისთვის, ხო? და ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ აი თქვენ ესეც მისი სუსტი მხარე და თქვენიც არის. გაიგეთ, ანუ თქვენ გაჩვენებს ეგ მაგით, რომ ხო შეიძლება თქვათ, რომ იმი რა ვიცი, ვერაფერი მithქვია, მაგის თქვათ, ახლა ახლობლებზე ნათესავებზე რამეზე, რომ ეგრე ესეთი რეაქცია. ამით ესე იგი თქვენ ეს ადამიანი გაჩვენებს თქვენ, რომ ეს არის თქვენი პირველ რიგში სუსტი მხარე, რომ თქვენ აი ისეთი ადამიანი ხართ, რომლის შეიძლება ნახეთ სხვა რამე კი არ გვაჩვენეს, ხო? უფრო გვაჩვენეს აქ ოჯახი რა. ანუ შეიძლება ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის მომენტი, რის გამოც შეიძლება თქვენ ბევრი რამეზე თქვათ უარი, იმიტომ რომ ეს მართლა თქვენთვის ძალიან სუსტი მხარე არის თქვენი. დანარჩენში ახლა პრინციპში გვაჩვენებს, რომ მაგარი გოგო ხარ, ხო? ну, ვნახოთ ახლა თქვენ აზრებს თუ ეს ადამიანი პატივსცემს. სხვათა შორის პრინციპში ეს ადამიანი ძალიან კარგად ხვდება. აი ხო გითხარით, აქ არის რაღაცა ესეთი მომენტი, რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მართლა ცოტა აი არა ამ ქვეყნიერი ხართ რა, მართლა გეუბნებით რა, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ახლა ნუ აქ თუ დაუშვათ თქვენ ნამდვილად ან შეიძლება ძალიან ნახეთ, ამასაც მარტო ეზოტერიკა არ არის, შეიძლება ძალიან მორწმუნე ხართ, ხო, დაუშვათ იცავთ რაღაცა წესებს, ხო? პლუს კიდე შეიძლება ну, ეზოტერიკაში კი დაუშვათ თქვენ ახლა, ну, გაგზავნა მაგარი ინტუიცია, ხართ ესეთი ადამიანი, რომელიც ვთქვათ, ну, ახლა სივრცედან იღებს ინფორმაციას, ხართ გამტარებელი და დაუშვათ პრაქტიკოსი ხარ და რა თქმა უნდა კი, მაგრამ იცით რა არის? აქ ეს ადამიანი აი რას შვება, იცით, ეს თითქოს კი, ნამდვილად ეს ადამიანი მხარს გიჭერს და პლუს კიდე რა არის, იცით რას ამბობს, რომ შენ კიდე არ იცი შენში რამდენი რამე არის დახურული. ანუ ამ ადამიანს აქვს ძალიან ძლიერი ინტუიცია და შეიძლება даже ზოგჯერ თქვენ რომ თვითონ თქვენ არ იცით და ამან იცის და გრძნობს, შეიძლება არ გეუბნებათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ ხართ ნამდვილად ის ადამიანი, რომელსაც თქვენ გიგონიათ, რომ დაუშვათ, შეიძლება თქვენ ზოგჯერ ეჭვიც გეპარებათ თქვენში, ხო? მაგრამ მან იცის, რომ თქვენ ჯერ არც დაგიწყია და სხვათა შორის აი აქ კითხვა რო იყოს, დაგეხმარება თუ არა ეს ადამიანი თქვენი თქვა დანიშნულების გახსნაში, მე შემიძლია კი. იმიტომ რომ ეს ადამიანი თქვენზე შეიძლება უფრო მეტი იცის კვეცნობიერად, ვიდრე თქვენ. თქვენ რასაც ეხვეწებით, ხო, თქვა შეიძლება უფალს თხოვთ, რომ ეთქვა დამეხმარე, ჩემი პირადი დანიშნულება მონახე ესე. ამ ადამიანს აქ როგორ იცით, ეხა იცის მაგან რომ აი შინაგანად შეიძლება იცის რა არის თქვენში, აქ უფრო მეტად даже იცის თქვენი სხვათა შორის ფასი, ვიდრე თქვენ თვითონ. აი ეგაც არის რა, მაგას ვეტყოდე მე. და სინამდვილეში შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ არა, იმიტომ რომ ეს მოვიდა თქვენს გასახსნელად, უეჭველი, ეგრევე მითხრა სიგნიფიკაცია. კი.
აი იცის მაგან თქვენში არის ესეთი ცოდნა რომელიც არის რა თქვენ შეგიძლიათ ეს ნელ-ნელა კიდე ალბათ გაიხსნება რაღაცა შეიძლება როგორ არის იცი ანუ ჯერ კიდე არ არის გახსნილი შენში ყველაფერი რაც კიდევს იმიტომ რომ არის ნახეთ დახურული არის აქ კიდე აი ეს ყუთი რომელშიც დევს თქვენი ცოდნა და ზუსტად იმისთვისაც არის რომ კი ამას ეს ადამიანი აი გოგო აქ გაშლა დღეს იმისი ვინს გრძნობს რომ მისი ადამიანი რომელიც არის მის ცხოვრებაში ნამდვილად მოვიდა იმისთვის რომ დაგეხმარო თქვენ და მე შემიძლია კიდე ისიც გითხრათ რომ ეს ადამიანი უკვე ძალიან დიდ პატივს გისცემს თქვენს აზრებს და თქვენ ნახat ან უკვე ხართ თქვენ მატერიალურად უკვე იზრდებით ამ ადამიანის გვერდზე ან გაიზრდებით მაგრამ ეს არის აი იცით როგორი ძალიან მიზერი რაც შეიძლება კიდე ანუ ცოტა რა რაც შეიძლება ამ ადამიანთან კომუნიკაციის შედეგი არის ასე თქვენ ახლა გაქვთ აი 100%-იანი კი აი ყურუნი ნახეთ აქ როგორი ყურუნი მაინტერესებს კიდე ეს თქვენი ცოდნა კიდე ისე გაიხსნება და ისეთი კიდე რაღაცები საინტერესოს, კიდე განდეგელი. ანუ ყველა ვარიანტში ეს ადამიანი არის იმისთვის, რომ თქვენ გახსნას ის ცოდნა, რომელიც დაეხმარება და პლუს კიდე ეს ადამიანი არის როგორ იცით, ეს მოვიდა იმისთვის კიდე, რომ თქვენი შემოსავალიც გაიზარდოს. გაიგეთ რა ხდება, ამიტომ დააკვირდეთ და საიდან შეიძლება კი წარმატებული იქნებით თქვენ მას თუ დაუჯერებთ, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ მას როგორ უნდა დაუჯეროთ ეხლა უსმინეთ რას გეუბნებათ, აი ყველა სიტყვას თუ რამე არ გესიამოვნებათ, თუ რაღაცა, იმიტომ რომ ნახეთ შეიძლება ეს მოხდეს თქვათ უხეშად, შეიძლება ეს მოხდეს თქვათ მტკივნეულად, მაგრამ თავარია დაიჭირეთ ის რა უნდა ამით რომ ითხრას, რა უნდა აიგეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამისი სიტყვები თქვენ მოგცემს ძალიან დიდ წინსვლას. აუცილებლად და თქვენ ყველანაირად გეუბნებით რომ აქ ეს ადამიანი ხსნის კი მტკივნეულად ზოგჯერ, მაგრამ ეს ადამიანი უეჭველი თქვენ გეხმარებათ. კი, აუცილებლად აქ მე 1000%-იანი შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის მეშვეობით თქვენ ნახეთ ახლა როგორ არის სიტყვაზე. სიტუაცია უბრალოდ მაგ უამრავი მაგალითებს მოგიყვებით აქ რა εν რაოდენობის, მაგრამ დაუშვათ ადამიანი რო შემოდის, ხო? ანუ თავისი მე რამდენჯერ ვთქვათ, ახლა ჩემთან სესიაზე რომ მოდიან და რომ ვლაპარაკობ, ვეუბნები ხოლმე თან ძალიან მტკივნეულად როცა გრძნობს თავს, ხო ადამიანი, ვეუბნები გადაერთე, ნახე შენი პირადი დანიშნულება, მოდი ვნახოთ ერთად ვიპოვოთ, ხო? და მოდი აი ამას უფრო დრო მიეცი, უფრო იმას მიაქციე ყურადღება შენ იმას რაც შენ მოგწონს, რაც შენ გინდა რომ აკეთებდე, ხო? და აი როგორც და ზოგჯერ ეგრევე გადაერთობიან, მაგრამ ზოგჯერ უჭირს, ხო? მაგრამ აი შემიძლია ვთქვა 1,000,000%-ით, რომ ვინც მასე იქცევა, ანუ ნახეთ, აქ არ არის პარტნიორს ზოგჯერ მინდა რომ ვიცოდეთ თქვენ, არა აქვს ზოგჯერ ადამიანს იმისი ამოცანა რომ გახდეს თქვენი ქმარი, რომელთანაც თქვენ ახლა გააჩენთ შვილებს, შვილიშვილებს და შვილთა შვილებს. არა. არიან ასე წოდებული კიდე ტრანზიტული პარტნიორები. ეს ანუ მაგალითად დააკვირდეთ, შეიძლება თქვენ ცხოვრებაში იყო ეგეთი პარტნიორები, რომელიც თქვათ შემოვიდნენ სულ მცირე დროით. ანუ დაუშვათ განკორწინება გინდოდათ, შეიძლება თქვათ წლები ხართ ურთიერთობაში და გინდათ, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი კარგია, მშვენიერია, გადასარევია, მაგრამ თქვენ რაღაცა ვერა რა. და გინდათ განკორწინება, მაგრამ როგორ, რანაირად. აი მაგ დროს შემოდის ზოგადად ესე ტრანზიტული პარტნიორი ქვია მაგას, რომელთანაც შენ გქონდა შენ სულს მოლაპარაკება, რომ უნდა შემოვიდეს, შეიძლება შენ შეიყვარებ მაგას სიგიჟემდე, მაგრამ მერე და ეს სიყვარული შენ მოგცემს გადაწყვეტილებას, რომ შენ დატოვო თქვათ ის შენი ურთიერთობა, რომელიც უკვე აღარ გინდა, არ არის აქ აუცილებელი და არის ხშირი მომენტები, რომ შეიძლება მაგ ადამიანთან შენ აღარ გააგრძელებ ურთიერთობას, მაგრამ მან მოგცეს შენ შველა და გაგან თავისუფლა.
ეს ერთი მომენტი. შეიძლება ისეთი ადამიანი შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება რამდენიმე წლითაც იყოს, შეიძლება რამდენიმე ხნითაც, რა ვიცი, რამდენიც არ უნდა იყოს, რომ იმენა შენ მიგიყვანოს ზუსტად იმ შენ დანიშნულებამდე გახსნას, იმიტომ რომ შენ რო ტირი ხარ და ნერვიულობ და რამდენი გოგო არის, სხვათა შორის ჩემთან მოსული კონსულტაციაზე, რომ უთქვიათ, რომ მე აქ მოვედი პირველად ვაფშე თქვენთან შემოვედი, იმიტომ რომ პირველად ვაფშე დავიწყე საერთოდ ტაროს ყურება და ვაფშე საერთოდ ეგეთ რაღაცების არც ვიცოდი თუ იყო. მაგრამ ეს იყო ზუსტად იმისი ბიძგი, რომ ადამიანმა დაიწყო აი ამით ეს რომ უკვე ვეღარ პოულობდა თქვა პასუხებს თვითონ და ქალებში და შეიძლება სხვა წიგნებში, ну რა ვიცი, სადა უკვე ეზოტერიკული წოდნაც შეიძლება თქვა დაინტერესა ამ ადამიანს, ან სხვა კიდე რაღაცა განვითარება, ну ეხლა მე ეზოტერიკოსი ვარ და სულ უფრო ეზოტერიკისკენ გიბიძგებ ხო, მაგრამ შეიძლება ფსიქოლოგი გახდეთ, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება თქვათ სხვა დარგში დაიწყეთ თქვენი განვითარება, ხო, რაც არის თქვენი უშუალოდ კარგი ექიმი გახდეთ, კარგი მწვრთნელი გახდეთ, კარგი სპორტსმენი, ну რა ვიცი, რაღაცაში თქვენი ენერგია, ანუ ამ ადამიანს ჰქონდა ეს ამოცანა, რომ ეს ბიძგი მოეცა კი მტკივნეული, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ რო გავიღვიძოთ, გჭირდება, რა ვიცი, საუკუნე რა და ამიტომ ეს მოვიდა ასეთი თავისი ქცევებით, რომელიც ჩვენ არ მოგწონს, გვაღვიძებს და ხო და ამიტომ აქ ისეთი სიტუაცია არის, რომ კი ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ აქ შეიძლება მანძილი იყოს, აქ შეიძლება იყოს ადამიანების შეხვედრები, ხან შეხვდით, ხან დაიკარგა ისევ, ხო? ხან ვაფშე მაგაზე ინფორმაცია არანაირი არ აქვს, ხო? ფიქრობ ვაფშე საერთოდ იქნებით, არ ვიქნებით, რა ხდება, როგორ ხდება და აი ეს პერიოდი რო იკარგება, ესეც გვეძლება ჩვენ, ანუ ეს როგორ არის, იცი რომ ეხლა ადამიანმა თქვათ, ну, შემოვიდა შეგაყვარა, ну, იმისთვის, რომ ეს ამოცანები გაიარო და ეს სულ ცდილობ, რომ ისე ადვილიანი დაგიხსნათ რა. მაგრამ ეს ამ დროს, როცა თქვენ ხართ იმ პერიოდში, როცა ტირი ხარ და ნერვიულობთ, ეს არ არის სწორი. გაიგეთ? არა. აი, შეიძლება როდეს ხდება, იცით? როცა შენ რამეს მაინც გააკეთებ, შეიძლება ეს ინტუიციით, შეიძლება თქვათ, ну რამეს თქვათ ინფორმაცია მოიპოვე, გაანალიზი, რაღაცა გააკეთე და უსვათ რას ადამიანი გამოჩნდა, ისევ შერიგდით, ხო? კიდე მიდიხართ, თუ შენ იგივე შეცდომას უშვებ, ან მომდევნო თქო, ну კიდე რაღაცა გაქვს, ხო? ამ ადამიანთან ახლა თქვენ სულ ჩაფიქრებული, კიდე მაგრამ შენ თუ არ სწავლობ, ხო, და ისევ ერთი და იგივე შეცდომას აკეთებ, შენც ტანჯიბ, ისეც ტანჯიბა, იმიტომ რომ უარესშუება, რომ რამენაერად უნდა გაკეთო, ეს როგორც ბავშვი, ხო, როცა შენ ეუბნები ერთხელ მეს შენიშნა, შეიძლება მშვიდად მეორედ თქვათ მშვიდად მესამ თქვათ ტელეფონს თავი დაანებე, გაკვეთილები ისწავლე, არ ესმის. შვილო გეხვეწები, გთხოვ, მიდი ახლა ისწავლე, არ ესმის. მე უკვე მიდიხარ აზე, აგრესიაზე, ხო? ეხლა წაგართ მე ვიცოდე ამ ტელეფონს, შენ თუ შენით ვერ გაიგე, ხო? კიდე ვერ გაიგო, მე მიდიხარ და ართმევ და всё. საერთოდ არ მოგცემ ამ ტელეფონს, სანამდე შენ არ ისწავლე ამ გაკვეთილებს, ხო? აი ასე არ ვიქცევით, ზოგჯერ კი, იმიტომ რომ როცა ადამიანს არ ესმის, მე უფრო და უფრო რაღაც თქოს აგრესიულად მივდივართ რა, იმიტომ რომ ნუ უკვე ის პარტნიორიც იგივე რა, რო აღარ იცის რითი გაგაღვიძოს, არა, მაგრამ შენ როცა იღვიძებ და აქ მაჩვენებენ, რომ თქვენ იმედენად, ანუ ისეთი წინსვლა გექნებათ, რომ ნამდვილად ხალხი წამოყვება თქვენ რა, წამოყვება და აქ მაგარი განვითარება გელოდება და ნამდვილად მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია, რომ თქვენ ცხოვრებაში თუ იცანით სიტუაცია, რომ არის ეგეთი ადამიანი, რომელიც თქვენ მხარს გიჭერს, რომელიც თქვათ ეს მინდა კიდე იცოდეთ, რომ აქ საჯარო გაშლა ზოგისთვის იქნება სიტუაცია, როცა მართლა ადამიანი გვერდში უდგია, მართლა ადამიანი თქვათ, ახლა ნუ ცდილობს რომ დაგეხმაროს, თქვათ, თუნდაც იმით რომ გიგებს, მაგრამ ზოგისთვის იქნება აქ ესეთი სიტუაცია, როცა ადამიანი თავისი ქმედებებით ან არაქმედებებით თქვენ გიბიძგებთ, აი რომ გქონდეთ თქვენ რაღაცა წინსვლა, მაგრამ
უბრალოდ ეს უნდა დაინახო, ეს უნდა დაიჭირო და მივხვდი, რომ რისთვის არის ეს ადამიანი ჩემ ცხოვრებაში და არა ისტერიკებში ვარდებოდი და მარტო იმაზე იკითხულობდი, რომ დაბრუნდება თუ არა, პაუზა თუ დასასრული, პაუზა თუ დასასრული, აი ეს არის ზუსტად დამოკიდებული არის თქვენზე. და იმ კონტრაქტზე გაიარეთ თუ არ გაიარეთ, თქვენ ახლა ის გაკვეთილები, ხო, რაც არის დაწერილი, უნდა გაიარო ეს, თუ არ გაიარა და იქნება ეს პაუზა. ან თუ უკვე ამოვა ყელში პარტნიორს და მართლა უკვე ისიც ვქენი და არ გესმის, იქნება დასასრულეც რა. ეს ყველაფერი თქვენს ხელშია ნამდვილად რა და ამიტომ, ну, აქაც რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, უნდა გავარკვიოთ, რომ ეს ტრანზიტული პარტნიორია თუ ახლა ხანძლივი პარტნიორია და იმის დამიხედვით უკვე ხვდები ჩვენ როგორ კიდეს განვითარდება ეს ურთიერთობა, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად თქვენი ურთიერთობა, როგორიც არ უნდა იყოს, თუ რეზონირდა თქვენ და საერთოდ ნებისმიერი ურთიერთობა, როგორიც არ უნდა იყოს, აუცილებლად არის იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს წინსვლა, მაგრამ თუ ჩვენ არ მივდივართ, ჩვენ თვითონ თუ არ მივდივართ და მარტო პარტნიორს ვაბრალებთ რაღაცებში და მარტო პრეტენზიებს ვეუბნებით პარტნიორს და არ უფიქრდებით, რატომ ეს ადამიანი სულ ერთნაირად იქცევა. აი რატომ რა ხდება და თუმდუმეტეს ახლა უკვე მე რამდენიმე ურთიერთობა გაქვს და იგივე სცენარით რეალებს, აი აქ უკვე ძალიან ბევრი კითხვები უნდა დაუსვა შენ თავს, რას ვერ ვაკეთებ მე სწორს, ნო აი მატრიცასთან იმიტომ ერთად ვაკეთებ მე გაშლას და გარჩევას პირად კონსულტაციაზე, რომ იქ ვხედავ მე რა ამოცანებით მოვიდა სული და ეს პარტნიორი რომელიც შემოვიდა, შენ ახლა გეხმარება თუ ანუ გაჩერებს, მაგრამ გაჩერებს იცით როგორ არის, გაჩერებს შენაჩერებს შენ თავს. რატომ? აი იმიტომ, ну, ის ინფორმაცია უკვე ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩვენ ახლა აი ასე ენერგიების მიხედვით მე ვეცადე რომ აგიხსენიეთ თქვენ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. მე გისურვებთ თქვენ რა თქმა უნდა განვითარებას, სიყვარულს, ბედნიერებას, გელოდებით კომენტარებში, რომელიც მეც მავსებს და სიამოვნებს თქვენთვის აი ესეთი გარჩევების გაკეთებას. პატიჟობთ ჩემთან კლუბში, ჩვენთან ახლა მიმდინარეობს ზუსტად მატრიცის მიმოხილვას ვაკეთებ შაბათობით, სადაც მე იქ ვეხები პირად დანიშნულებას, ახლა უკვე შემდეგი თვიდან, ну, უკვე დღეს ალბათ ხო, თებერვალი დადგა და უკვე დავიწყებთ შემდეგი კვირიდან უკვე ურთიერთობის კარმის განხილვას და ну, ამ ურთიერთობაზე წავალთ უკვე, ну, პრინციპში ახლა ვინც მე მიყურებს, თქვენ კი ისედაც იცით ძალიან კარგად, რომ ეს სამი თემა, даже 4, ანუ ესე იგი ურთიერთობა, ფინანსები, პირადი განვითარება, პირადი დანიშნულება და ჯანმრთელობა ერთმანეთში არიან ყოველთვის დაკავშირებული და ყველაზე მთავარი თემები, რომელიც ჩვენ პრინციპში გვაინტერესებს ამ ცხოვრებაში. ხო, და ამიტომ გვპატიჟებს კლუბში, ლინკი არის ვიდეოს ქვეშ, შეგიძლიათ შემობრძანდეთ და სიამოვნებით თქვენს ჩაგეტარებთ სრულიად უპასოდ მიმოხილვას, მინი მიმოხილვას ვაკეთებ, მთლიან მატრიცას არ ვარჩევ, მიმოხილვას ვაკეთებ და შემოგვიერთდეთ.